ფინანსური ჭერის აწევა მრავალი გზით შეიძლება, ანუ ბევრი პარამეტრი არსებობს ამისთვის, რაც უნდა მოაგვაროთ იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური ჭერი აიწიოს. დილა მშვიდობისა. დღევანდელი თემა გუშინ დავაანონსე, რომ ხვალდილას მექნება ლაივი, მეთქი ჩვეულები რომ არ ვაანონსებ ხოლმე, მაგრამ გუშინ ზუსტად ვიღწევდი, რომ დღეს ჩაგერთვებოდით. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. მე მუდმივ აღმოჩენების პრიმაში ვარ, პროცესში ვარ და არა მარტო მე, ყველა ვინც პიროვნებაშია, ყველას გვაქვს ეს, რომ რაღაცა მუდმივად რაღაც ახალს აღმოვაჩენთ ხოლმე, რაღაცამდე მივდივართ. მე ეს პლატოს ეფექტი მოგუბეზდება, ერთად გზზე გაჩერება და მეც მქონდა მაგ ესეთი პლატოს ეფექტი ხა რაღაც პერიოდი რა, რაღაცამდე მივედი და უკვე ხვდები რომ რა მინდა შემდეგი, ხა წინა დღეებში ვფიქრობდი, თანამედროვეობით მოგიყვებით, ხო? წინა დღეებში ვფიქრობდი, რა მინდა შემდეგ, კიდე რა არის ჩემი შემდეგი მიზანი, რაზე მინდა რომ ვიმუშაო. ხო, რაღაცა ყოველდღიური წვრილმანები გასაგებია, მაგრამ ისე უფრო გლობალურად. ხო, ვიფიქრე ვერაფრამდე ვერ მივედი საერთოდ. ხო და ვფიქრე რომ ეტყობა მეთქი, არაფერი აღარ მგონია, რაც ანუ ჩემი ცხოვრების წესი ხარ როგორიც არის და როგორასაც მივაღწია ამ წლების განმავლობაში, რეალურად მაკმაყოფილებს, მომწონს ესე ცხოვრება, ვაკეთებ ინვესტურებს, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ ემოციას და ენერგიას მაძლევს არა მარტო მე მსმენელებსაც და უზარმაზარ შედეგებს. მაქვს კურსები, რომლებსაც აქვს ფანტასტიკური შედეგები და ყოველდღურად მახარებენ ჩემი მსმენელები, წერენ და მიზიარებენ თავიანთ შედეგებს, წიგნები, ნუ 3 დავწერე და 10 წუთი კიდე თუ მომინდა კიდე დავწერ. აგერ ბათუმში ჩამოვდივარ ხოლმე სამუშაო პერიოდები, როცა მაქვს აქტიური პერიოდი და ძალიან კარგად მუშაობ. ოჯახში მადლობა უფალს, ყველა კარგად არის და ხოლმე ყველას თავთავისი ამოცანები აქვს, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებსაც და მეც და ყველას საერთოდ ზოგადად, მაგრამ ეს ცხოვრება, ესე გრძელდება, პიროვნულის და არ არის ის, რომ მე რაღაცა იმას მივაღწიე, ჯომონგმას მწერალზე ავედი, იქ დავსაყრდი, არა, ეს არის, რომ მე ვისწავლე როგორ ავცოცდე მთაზე, მე ვისწავლე, როცა ჩამოვარდები ხელახლა როგორ ავიდე და ასე შემდეგ. ხო, მოკე დავასკვენი, რომ ეთყობა არაფერი აღარ მინდა მეთქი ამ ეტაპზე და ესე, მაგრამ მე მივხვდი რაღაცა мотиваცია მაკლდება უკვე ამის გამო, რომ არაფერი არ მინდა. არაფერი როგორ არ მინდა, მაგრამ ანუ რაღაცა ეხლა მატერიალურზე დიდად არ ვარ მე მაინც ეხლა გაგიჟებული და ნახეთ, სადამდე მივედი. ბოლო პერიოდში ისტერიულად დავიწყე რაღაც ეთრეულების და პლედების და ბალიშების და რაღაცების შეძენა. ხადრეთ ვიძენდი ხოლმე, როცა საჭირო იყო, მაგრამ ვიძენდი, იმიტომ რომ საჭირო იყო და არა იმიტომ რომ მე მინდოდა. ეხა აი პირდაპირ შინაგანად მინდოდა რომ რაღაც ეზოს ავეჯით ვიყიდე. კიდე რა ვიყიდე, ხო სახლში რაღაც ნივთების თაროები ვიყიდე, რაღაცა როგორიც მინდოდა თან ზუსტად რასაც ვფიქრობდი, ეს ხო არის რაღაც Facebook-ი და სამყარო ხო რაღაცა ყველაფერზე რეაგირებს ჩვენ იმას სურვილებზე და ამის რაღაც აბაზანის თაროები იყო და ვიფიქრე კარგი ხომ და ამას ხა კალათის რო კონდეს მეთქი რა ქვია. თეთრეული, ანუ სარიცხის ჩასაყრელი თქო რა კონდეს თქო და გავიხედე მეორე პანჯარაში ამომიგდო სარიცხის ჩასაყრელიანი თარო. ხო, ანუ აი ესე წვრილმანებზე და აი ისე სიამოვნებს რომ რა გითხრა, პატარა იმას პატარა ბავშვით რო უხარია თავის დახატული დანახო, ხო იცი, დავინახავ ამ თეთრეულს მიხარია, დავინახავ პლედას მიხარია. ხო და ვერ მივხვდი რა მჭირდა მოკლედ რა. ხო და ეს ცოდნა ხო ესეთია, ჭკუა უხმარავს ბრიყვთათვის ყვაცოდნით მოიხმარებისა, მაგრამ ცოდნაც თუ არ გაიმეორე ხანდახან ეგეც უხმარი გახდება. ხო და მე კი ძალიან დიდი ხანია ვიცი ოდესღაც თავის დროზე, როცა ძალიან ბევრი მუშაობის მერე აგვისტოში რაღაცა რამდენიმე წელს განმავლობაში ხვდებოდი ხოლმე აბათ. ხო და მაშინ ამიხსნეს ჩემმა ბრძენმა მეგობრებმა, გოგოებმა, რომლებმაც ჩემზე ბევრად მეტი იცოდნენ, რომ იცი რა, როცა შემთელი წელი მუშაობ და ეს ფული მიდის არაფერში, არსად. ანუ არსად კი არა რაღაცა ოჯახის წევრების საჭიროებებში, იმაში, ამაში და ასე შემდეგ და შენ ანუ აგვისტო ჩემთვის აღიქმება წლის ბოლოთ, მოკეთ სექტემბერი აღიქმება ახალი წლის დასაწყისად, ახალი სამუშაო წლის დასაწყისად. ხო, ну რაღაც შეჯამება ხდება აგვისტოში. და აგვისტოში როცა ხელში არაფერი გიკავია, კი შეიძლება ბევრ გააკეთე, საჭმელი იყიდე, გადასახადები გადაიხადე, ვიღაცის თვალი გადაიხადე, რაღაცა ქენი ვიღაცას ფული მიეცი, მაგრამ მატერიალური როდესაც ხელში არაფერი გიკავია, ხელშესახებიო, აი მაშინ უკვე შენი სხეული აპროტესტებს, მაშინ რისთვის ვიმუშავე. ნახეთ, რაც არ უნდა გონებაში ვიყოთ და რაც არ უნდა ჩვენ გქონდეს აქტიური ტვინი, რაც არ უნდა დაკავებული ვიყოთ რაღაცა სულიერი და ესეთი პრაქტიკებით, ხო? მატერიალური არის ჩვენთვის აუცილებელი. ჩვენი სხეული მატერიალურია. ჩვენ ვართ მატერიალური განხორციელებული არის ამ სხეულში ცხოვრობს, ხო? და ეს არის მატერიალური, ამიტომ ძალიან გვჭირდება სულიერების და მატერიალურის ბალანსი. და დავუშვათ მოგზაურობა ხო ძალიან მსიამოვნებს, აი საოცრად მსიამოვნებს, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ძალიან დიდი ემოციებით ჩამოვდივარ იქიდან, მაგრამ რა რჩება ხოლმე ემოციების გარდა, რა რჩება ხოლმე მოგზაურობა, რამე რაც ვიყიდეთ.
იქ, ხო? რატო ყიდულობენ ადამიანები სუვენირებს? იმიტომ კი არა, რომ ეხლა ის მე ზოგი რჩება მათ რა ქვია, ნაგვათ იქცევა ხოლმე, იმიტომ რომ აღარ იციან საწაიღოთ, მაგრამ რაღაცა მატერიალური მოგაქვს იქიდან. აქედან გამომდინარე, ხო და გუშინ მივხვდი სხვათა შორის ამას, ჩემ შვილს მარიამს ვეწუწუნებოდი, რომ რაღაცა ვერ გავიგემეთქი ეს мотиваცია რატომ ეკარგება ხოლმე. ეხლა ჩამოვედი ბათუმში და მაინც რაღაცა ისე ვერ ვარ, როგორც ვარ ხოლმე, რომ დილას ვიწყებ წერებს, მე რაღაცა ან მასაჟს ვიკეთებ, ან რაღაც ჩემ თავს უვლიმებ, სეირნობ, მე ის დავმას ვაკეთებ, რამეს ახალ პროექტზე ვფიქრობ, რა რაღაცა არ ვიცი მეთქი ესა. ხო და უცებ დამარტყა თავში მე ზუსტად იმაზე იწვა ახალ თეთრეულზე იწვა რომ ველაპარაკებოდი და მე როგორ მიხარია მეთქი ამ თეთრეულს რო უყურებ რა кай ფერებია თქო და უცებ დამარტყა რატომ მიხარია რა არის ახლა თეთრეული ბოლო ესეთი იყიდე როცა გინდა ხო რა პრობლემაა ხო და უცებ დამარტყა რომ ეს არის მატერიალური დადასტურება იმისი რომ მე თქვა წინა პერიოდში ვიმუშავე და რაღაცები გავაკეთე და მე აქედან გაწამყვა მე გამახსენდა ეს რა ქვია ჭეშმარიტება რომ აუცილებლად შენი შრომის შედეგზე ხელით უნდა შეეხო აი ეს გავაკეთე ეს თარო გავაკეთე აი ეს ღობე გავაკეთე აი ეს რაღაცა ისეთი ხელშესახები გავაკეთე რომელსაც უყურებ და მიხარია და ეს მაძლევს мотиваციას რომ უფრო მეტი მინდოდეს და უფრო მეტი გავაკეთო იმიტომ რომ პიროვნულ ზრდას რაღაც ბევრი ისინი აქვს ხოლმე ბევრი შეცდომები მოგდის ხოლმე პიროვნულ ზრდაში მეც გავლილი მაქვს ყველა შეცდომები და ესეც ერთ-ერთი შეცდომა ერთ-ერთი ყველაზე ისე რომ ჩვენ გვგონია რომ მარტო გონებით მივახწევთ ჩვენს მიზნებს და მოქმედება ამისთვის არ არის საჭირო რახან ხეთ მაგარი გოგოები ვართ და ეხა ფიქრის ძალა გავიგეთ და ფიქრის მატერიალიზაცია ვისწავლეთ გონია რომ ეხა შეგვიძლია რომ აი ესე დავშდეთ და მარტო ჰოპ ესე დავატკაცუნოთ და აბა სამყარო მიდიხ შენ შეასრულე არ ხდება ესე მეგობრებო მეც გავიარე ეგ შეცდომა ისევე როგორც აი ეს ნივთი ერთ მატერიალური სადმე არასწორი დამოკიდებულების შეცდომა ხო და მოკეთ ძალიან მოტივირებული ხო ვფიქრობ ამაზე დავჯექი და დავიწყე იმის წერა და ეს კიდევ ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა როცა ჩვენ ფინანსებს არ ვაკონტროლებთ ან ფულს ვაკონტროლებთ ჩვენ ან ფული გვაკონტროლებს ჩვენ სხვანაირად არ ხდება ხო და მე ესეც ჩემი მინუსია იმიტომ ძალიან მეზარება ხოლმე ამების ჩამოწერა რაღაცა და ანგარიშებები და მოგ ძალიან დიდი ხანია საერთოდ ერთ-ერთი თუ ორჯერ გავაკეთე ჩემ ცხოვრებაში და შარშან ხო და ეხლა ერთ მაისის მერე საერთოდ არა აპრილის მერე თუ მარტის მერე საერთოდ ხელი არ მომიკიდია და ვიფიქრე მოდი მეთქი ეხლა ხო ნუ ვიცოდე რამდენი შემოდის თვეში ხო რამდენი გადის რაში იხარჯება ამიტომ დავჯექი მოკლედ გუშინ ამ იმაზე რა ქვია ფული ხო მატერიალური ის არის ფულკი ენერგია მაგრამ ეს მატერიალური ხო გამოხატულება და ვიფიქრე მოდი მეთქი ამასაც მოვაგვარებ რამდენიმე საათი ვიჯექი წერებ მე ძალიან დავიღალე ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანე ივლისი მაინც დამჭა მაგრამ არა უშავს დავამთავრებ აუცილებლად და მთავარი ეხა გითხრათ ამ ფიქრებში ვარ და ამ წერებში ვარ და მირეკავს ჩემი შვილი გიორგი. ხო და მე ხა გიორგიზე ძალიან ბევრჯერ მithქვამს რომ ჩემი мотиваტორიც არის, რაღაცა ტექნიკური მხარდაჭერაც ეგ არის, იდეური რაღაც სულის ჩამდგმელი ბევრი რამის. ხო და მირეკავს გიორგი და იცი რა ვიფიქრეო, ძალიან გამოგადგებაო შენო და ალბათ შენ გოგოებსაცო, თუ გინდა მარტო შენ გაგიკეთებო, თუ გინდა სხვებსაც გავუკეთოთო. სულ რო ვერ აკონტროლ, აი შენ სულ რო გაქვამ ხარჯებთან შემოსავალი გასავალი რაღაცები სულ ვერ აკონტროლებ და გეზარება. მოდი გავაკეთე პატარა კურსივით ჩაგიწერო, Excel-ის იმას გაგიკეთებო სპეციალურ ფაილსო, მე გასწავლი როგორ შეავსო, მე გასწავლი როგორ გამოიყენო, 2-3 გაკვეთილი იქნებაო სულო და გექნება მთელი აქამდე 6 თვის და მე აქედან 1 წლის განმავლობაში რაში რა დახარჯე რა უნდა დახარჯო ოჯახური ბიუჯეტი მთლიანი მარტო შენი არაო და შენ შეგიძლია მაშინ ამ შემთხვევაში უკვე მეთქი რაში მჭირდება ხა ეგ რაში უნდა გამომადგეს თქო და რაშიო და ამას რო უყურებ მე ხვდებიო მაგალითად შეგიძლია დაზოგო აი მაგალითად ჩასაცმელშიო თუ დახარჯე ამ თვეში 700 ლარიო სიტყვაზე ან წინა თვეშიო შეგიძლია ეს წინა საზაფხულო წამსაცმელი წინ გამოიწერო მაგალითად მარისთანო სიტყვაზე ვამბობ, ჩემი რძალი ხო ეს არის რა ქვია, ბარსელონა და ნაგზავნის ხომ არის ძალიან კარგი რაღაცებს და მეც მიგზავნის, მაგრამ ხშირად ხარკყიდულობ უცებ რომ მომინდება. ხო და მივიყინე ამ უცებო და გამოაგზავნე დაზოგავ 200 ლარს მაგალითად, ან 300 ლარსო ხო? იქ კიდე რაღაცაზე დაზოგავ, იქ კიდე რაღაცაზე დაზოგავ და ეს დაზოგილი ადექი და გადადეო მეეო რაღაცა სხვაში, გადადეო რაღაც თანხაო, რომელშიც მე გამოიყენებ რამე კონკრეტული მატერიალური შედეგის მისაღებათო, ანუ რაღაც კონკრეტულს გააკეთებ ამ თანხითო. ან გეცოდინებო თქვა სადაბადების დღეა, სად მეტი ხარჯი გაქვს, სად ნაკლები ხარჯი გაქვს და ასე შემდეგ და ისა ვეთანხმები აბსოლუტურად ჩემი შეკითხვა სულელური იყო ეს რაში მჭირდება მეთქი, იმიტომ რომ რაში მჭირდება და იმაში მჭირდება რომ ისევ გავიმეორებ, რომ ან ჩვენ ვაკონტროლებთ ფულს და ან ფული გვაკონტროლებს ჩვენ. ხო და მოკეთ ხდები მოსწავლე
მოწაფე ჩემი შვილის. ხო და თან მე ვიფიქრე, კარგა ხანია მინდა რომ გავაკეთო ეს არა გადრემ გამქონდა ეს გავაკეთე ეს კურსი 7 დღიანი კურსი იყო იმისი რა ქვია ან ფინანსების მოზიდვის რა ან რაღაცა ბლოკების მოხსნით და ფინანსების მოზიდვის თავისი რიტუალებით. ხო და ამ რიტუალებს კი ბევრს ეშენია ხოლმე რაღაც რიტუალები რაღაც გონით რიტუალი არაფერი რიტუალი არის რიტუალი არსებობს რაც არსებობს სამყარო მასმერე და იგივე რელიგიური რიტუალებიც არსებობს ხო? რიტუალი რა არის ტვინისთვის? ახლა არ ჩამოვყვებით რომ ძალიან ბევრი ის აქვს ტვინზე ძალიან ბევრი კარგი გავლენა აქვს რიტუალს, მაგრამ მოკლედ გეტყვით, ორი რაღაც არის. პირველი რომ თქვენ სურვილს როცა გამოთქვამთ, ან რიტუალს როდის ვატარებთ, თქვა რაღაც სურვილი გამოვთქვით და მე ან სანთელს ვანდებთ, ან წყალს დავლევთ, ან რაღაცას ნებისმიერ რაღაცა მოქმედებას ჩავატარებთ. ეს არის ტვინი ხომ ჩვენ ვიცით უკვე ყველამ რომ გონება სჭირდება რაღაცა დამადასტურებელი, ხო? სჭირდება მოქმედება და სჭირდება ვიზუალი. რიტუალი არის მოქმედებას და ვიზუალით, ანუ მე რაღაცა სურვილი გავუშვი და პარალელურად გავაკეთე მოქმედება, გადავდგი ნაბიჯი. 72 საათის წესი, ხო იცით, ბევრჯერ მithქვამს, როგორც კი რამე გადაწყვეტილებას მიიღებ, იდეა მოგივა რამე, აი ეს უნდა გავაკეთო. პირველ 72 საათში ნაბიჯი თუ არ გადადგი, მე შენი იდეა ბიბლიოთეკის სამყაროს ბიბლიოთეკის ყველაზე შორეულ კუთხეებში ინახება, იმიტომ რომ ჩათვალეს იქ, რომ შენ ამის გამკეთებელი არ ხარ, ახლა 72 საათში არ გადადგი ნაბიჯი. აი ესეც ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომ აი მე რაღაცა და ეს რაღაც რიტუალი და მე თავარია გონებამ დაინახა, რომ მე მარტო სიტყვით კი არ ვთქვი, რომ ამას ვაკეთებ. ამავე დროს რაღაცა გავაკეთე, ეს მინდა, ესე კი არ ვთქვი უბრალოდ. აი რაღაცა გავაკეთე ამავე დროს, ვიზუალი დაინახა იმისი დაუშვათ, ეს ხო სიმბოლური რაღაცები კეთდება, იქ დაუშვათ რაღაც ან ყვავილი ან რა ვიცი, რამე ნივთი ან რაღაცა, რომელსაც აი თითქოს აკავშირებ ამ შენ სურვილთან. ხო და ესეთი კურსი იყო 7 დღიანი ფულის ფინანსური ენერგიის გააქტიურების ან ფულის მოზიდვის 7 დღიანი კურსი და მე ძალიან დიდხანს მეუბნებოდნენ გოგოები კიდე გააკეთე, გეხოცები კიდე გააკეთე და რაღაცა ვეღარ ემასქვენი. ხო და ეხლა და მოკლედ დამილაგდა ესე რომ მე მინდა გაგიზიაროთ ისაც მე ვიცი ფულის რაც ამ წლების განმავლობაში შევითვისე და განვახორციელე და გამოვიყენე ფულის მოზიდვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე დავიწყე ნულოვანი იმითი შემოსავლით, არანაირი შემოსავალი მე არ მქონდა და კურსებს რო ვყიდულობდი და სადმე რომ მივიდიოდი ტრენინგებზე და იმაზე, ან ჩემი ქმარი მაფინანსებდა, ან შესრულობდი, ან რაღაცა მოკლედ ხო. და ეხლა მადლობა უფალს, არ ნამდვილად ეხლა ვერ ვიწუწუნებ, ძალიან ცუდი იქნება ჩემი მხრიდან, ეხლა მე რო შემოსავლები რამე ვთქვა და ვიწუწუნო. ეს მინდა გაგიზიაროთ ამ 7 გაკვეთილში, 7 დღეში თავის რიტუალებით, ის ცოდნა რაც იმ კურსში იყო, პლუს ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და ამას დამატებული აი ეს უკვე როგორ ვთქვა მატერიალური მხარე იმისი როგორ ვაკონტროლოთ ფინანსები ან თავისი ცხრილები, რომელსაც გიორგი გვასწავლის, მე თქვენთან ერთად ვიქნები მეორე კურსის მეორე ნაწილში მოსწავლე და რამდენიმე გაკვეთილი იქნება როგორ მართოთ ჩვენი ფინანსები. სხვათა შორის გიორგი როცა დაიწყო თავისი ბიზნესი, მე რაღაც პრობლემები შეიქმნა რა და ამაზე სხვა დროსაც მithქვამთ, მაგრამ ეს სხვა თემაა. როცა დაიწყო ბიზნესი კი არა, როცა დაიწყო ჯერ მუშაობდა ძალიან ბევრი ტელევიზიის ტექნიკური დირექტორი იყო, ეს ანძები და ეს რაღაცა, რა ვიცი, მოკლედ ძალიან ბევრი რამე იცოდა IT მიმართულებით. და მე წავიდა სამშენებლო ბიზნესში, ანუ მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ კომპანიაში და რო ვკითხე რატო დაიწყე მეთქი მუშაობა, აუ იცი როგორი არეული და არეული აქვს, თუნდაც მისი ნაცნობის მამის კომპანია იყო და იცი როგორი არეული და არეული აქვს რაღაცა და გაუკეთა ეს Excel-ის ცხრილები და სიამოვნებს ამის კეთება, აი ამას რომ ვაწესრიგებ და ვაგვარებო და აი ესე რაღაც აქ რომ ერთ მონაცემს შეცვლი Excel-ში და მე საბოლოო მონაცემები რო იცვლება და რაღაც მოკლედ მე მაგასთან ცოტა ის შორს ვარ, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა უზარმაზარი ის მაჩვენებდა მე აი ეს გაუკეთე, ეს დავალაგე და ეს რაღაცები მოწონს ძალიან სტრუქტურირებული ტიპია ჩემგან განსხვავებით. ხო, მოკლედ მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ და ეს ფინანსური ჭერის აწევა სწორედ ამასთან დაკავშირებული, როცა თქვენ აგვარებთ ურთიერთობებს ფინანსებთან, როცა თქვენ ააქტიურებთ რა თქმა უნდა ფულად ენერგიას, გარკვეული ტექნიკების მეშვეობით, რასაკვირველია შემოსავლებით იზრდება. მით უმეტეს თუ თქვენ უკვე გაქვთ რაღაცა შინაგან აი ეს რაღაცა ვისაც საგვარეულო გაქვთ გავლილი, ან რაიმე კურსი მაინც გაქვთ გავლილი, ან 24 ნაბიჯი გაქვთ გავლილი, ან დედის ხაზის და ან რამე სხვაგან რამე კურსი გაქვთ გავლილი, რომელმაც დავუშვათ ის რაღაც ძირითადი ბლოკები და ეს ძირითადი სიმძიმეები რაც იყო საგვარეულოდან წამოსული ესენი მოხსნა თქვენ შიგნით, ხო? მით უმეტეს თქვენთვის უფრო ადვილი იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ აი ამ ენერგიის გააქტიურება არის აუცილებელი. მე თქვენ მოგიყვებით კურსზე მერე კონკრეტულად
ძალიან კონკრეტულ მაგალითებს, რომელ ეტაპზე როგორ ხდებოდა თუნდაც ჩემ ცხოვრებაში, აი ამ ენერგიის გააქტიურება იმ დონეზე, რომ რაღაცა არ მინდა წინასწარ მოგიყვეთ. ხო, მოკლედ მაინც ცალკე მოყოლით მაინც აზრი არ აქვს. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, მომწერეთ. ეს არ იქნება უფასო, ეს არ იქნება ბიუჯეტური, ეს არ იქნება საჩუქარი. იმიტომ რომ თუ გინდა რომ ფული მოვიდეს შენ ცხოვრებაში, შენც უნდა გაიღო რაღაც, ხო? თუ გინდა რომ მოვიდეს რა ენერგიაც გინდა რომ მოვიდეს, ის ენერგია უნდა გაიღო. შენ თუ გინდა რომ მადლობა გადაგიხატონ სხვა ადამიანებმა, ხშირად ხო, შენი საქმიანობა, შენ უნდა გადაუხადოს სხვებს მადლობა აუცილებლად. შენ თუ გინდა რომ შენი შრომა დააფასდეს და თანხა მოვიდეს, შენ უნდა დააფასოს სხვისი შრომა და შენც უნდა გასცე თანხა. ასეა, მე ძალიან მეწინააღმდეგებოდი ამას და რატო არ მუშაობ ნაჩუქარი ცოდნა მეთქი დიდხანს ვაპროტესტებდი, გეგონები ხა ყველაზე ჭკვიანი ვიყავი, ჩემზე ჭკვიანები მეუბნებოდნენ და მე მაინც არ ვიჯერებდი, მაგრამ წლების განმავლობაში დავწმუნდი და ძალიან ცუდათაც წავიტეხე რამდენჯერმე ცხვირი მაგ თემაზე, რომ აი არ დავიჯერე და მე გამიხდა ძალიან სანანებელი, ხო. მოკლედ, ვისაც გინდათ ფინანსური ჭერის აწევა, ფინანსური ენერგიების გააქტიურება, გარკვეული რიტუალები ერთკვირიანი და პლუს კიდევ მერე პრაგმატულად, მატერიალურად ყოველდღიური მოქმედებები, რომლებიც გაამყარებს ამ თქვენ შედეგებს, აი ამისთვის გიწევთ ამ ორმაგ კურსზე, ასე ვთქვათ, ერთკვირიანი და ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და ერთი კვირის მერე უკვე მანამდე გიორგიც მომიმზადებს ჩემს კურსს, ასე ვთქვათ, ჩემთვის და რამდენი გაკვეთილი იქნება, არ ვიცი, ვერ გეტყვით წინ და წინ, მაგრამ რაც მეტი მით უკეთესი, ხო? მაგრამ დიდი კურსი არ იქნება, არ არის ეს ბევრი ესეთი თემა. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. სულ ფერად და ფერად და დიდ სურვილებს, დიდ მატერიალურ სურვილებს, რომლებსაც შეისრულებთ. გუშინ ერთი სურვილი დავისახე უკვე მიზნად. რაღაც თანხა გადადებულიც მაქვს, იმიტომ რომ ხო ამასაც ვისაუბრებთ, მე რამდენად მნიშვნელოვანია რომ თანხა ქონდეს გადადებული, იმიტომ ის მაგნიტია შენი შემოსავლებისთვის. ძალიან ბევრ პრაქტიკულ რაღაცაზე ვისაუბრებთ, მოკლედ. ხო და ოღონდ ისე მქონდა უბრალოდ, აი ბალიშივით, სათადარიგო უსაფრთხოების ბალიშივით გადადებული. ეხლა ზუსტად ვიცი რისთვის მინდა ეს თანხა და აუცილებლად მივახწევ მიზანს და როცა მივახწევ მე მოგიყვებით რომ დღევანდელი ლაივის გაგრძელება იქნება ის თემა. მოკლედ ფინანსებით, მატერიალური რაღაც ფასეულობებით, სულიერი ფასეულობებით, ყველაფერი ჩვენშია, ყველაფერი ჩვენში იწყება, ყველაფერი ჩვენში იქმნება და იცვლება. მოდით შევცვალოთ უკეთესობისკენ, რაც არ მოგწონს, რაც მოგწონს, ხმეთმა მშვიდობაში მოგახმაროს ყველას. აბა ბედნიერად წავედი ახლა მე ბულვარში სანამ გრილობი სეირნო, თორე იმ სიცხეში მე სეირნობა კი არა, სიცოცხლე აღარ მოგინდება, თუმცა არა, კარგია კაცო, რო ცხელა, სანამ ციოდას ვნატრობდით. ვაიმე როდის დათვება, ეხლა ვწუწუნებთ ცხელა. მე ესე ვაცივდა, მე ვიწუწუნებ ცივა და მოკლედ რა ქნა სამყარო მაგარიც რა გამოგვიგზავნოს. ისე რომ ყოველთვის მიგვიღოს ის რა ჩვენ გვინდა და ოღონდ რაც თავარი კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმითი რაც გვაქვს, ხო, ეს არის მთავარი. თორემ კი გვიგზავნის ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არ ვხედავთ და არ ვართ ხოლმე კმაყოფილები. კმაყოფილებას გისურვებთ იმითი რაც გაქვთ. მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერად. და დამავიწყდა, ხო, კომენტარებში მას ქენით რა ვქნა, მომწერეთ, ვისაც გაინტერესებთ ეს თემა და ჩამოვაყალიბებ, ეს რაღაც უხელ მომივიდა ეს იდეა და იმიტომ დავწერე უცებ მე რომ ხვალ ლაივი იქნება მეთქი, ჩამოვაყალიბებ ყველაფერს და გამოგგზავნით. დაწერეთ კომენტარებში, ვისაც გაინტერესებთ. აბა ბედნიერად.